სულ უფრო დინამიური ხდება, სულ უფრო აქტიური ხდება ფრონტი. აქტიური ხდება რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ რომ რუსეთი უტევს რამდენიმე მიმართულებაზე და უტევს წარმატებით, მაგრამ ამავე დროს ბოლო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უკრაინელებაც განახორციელეს საკმაოდ წარმატებული კონჩეტევა კუპიანსკის, ქალაქი კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც მანამდე დაახლოებით 1 თვის წინ რუსებს თითქმის თლიანად აღებული ქონათ. მოდი აი ვაჩვენოთ ეს მონაკვეთი. აი ეს ქალაქი კუპიანსკი მდებარეობს, ხედავთ აი ჩრდილოეთ ნაწილში, ხარკოვთან ახლოს, ხარკოვის ოლქში და ეს ქალაქი კუპიანსკი მდებარეობს, აი აქ არის მდინარე ოსკოლი და ეს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავებას ცდილობენ რუსები და რუსებმა მანამდე დაახლოებით 2 თვის წინ მოახერხეს მდინარე ოსკოლის მეორე ნაპირზე, დასავლეთ ნაპირზე გადასვლა, იქ პლაცდარმის აღება და ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ისინი უტევდნენ კუპიანსკს და აი ეს ქალაქი, აი ხო თქვენ ხედავთ აი ეგ დასახლებას, პრაქტიკულად მთლიანად ჰქონდათ აღებული, აი იქ ხედავთ მდინარე გადის ამ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილში. მაგრამ რუსების პოზიციები ამ ტერიტორიაზე არ იყო მყარი ამ კუპიანსკის წიაღში, იქიდან გამომდინარე, რომ მომარაგების თვალსაზრისით, აი მდინარის გადაღმა პატარა პლაცდარმი თუნდაც ქალაქის სახით, ეს არ არის დიდი ქალაქი, მისი შემაგრება, როცა შენი კომუნიკაცია მდინარეზე გადის და ეს მდინარეზე არსებული კომუნიკაციების განადგურება მოწინააღმდეგისთვის იოლია, თქვათ ხიდების, ან დროებითი გადასასვლელების განადგურება, რუსები მომარაგების თვალსაზრისით იყვნენ რთულ მდგომარეობაში და იყვნენ ნახევარ ალყაში, აი სამხრეთით, აი მოსკოვის აღმოსავლეთ ნაპირზე, პატარა პლაცდარმი ჯერ კიდევ უკავიათ ასევე უკრაინელებსაც და უკრაინელებმა განახორციელეს საკმაოდ ეფექტური კონჩეტევა და კუპიანსკის უდიდესი ნაწილი დაიბრუნეს, აი ცენტრში არის რაღაცა მონაკვეთი კიდე რუსების ხელში, მაგრამ ეს მონაკვეთი საკმაოდ რთულ დღეშია, აი არის ფაქტიურად ნახევარ ალყაშია და ხედავთ, რომ იმ მხარესაც ალყა არ არის ჩაკეტილი, იქაც მდინარეა და შესაბამისად მე მგონია, რომ გაჭირდება მათთვის ახლა ამ პლაცდარმის შენარჩუნებაც, რაც მათთვის დარტყმა, იმიტომ რომ ახლა კუპიანსკის საფუძველზე ისინი გეგმავდნენ ერთი აი ამ ჯიბის დაკეტვას უკრაინელებისთვის და მეორე ეს უნდა ყოფილიყო მათთვის ამ ჯიბის დაკეტვის შემდეგ პლაცდარმი იმისთვის, რომ შეძლებოდათ ოსკოლის დასავლეთ სანაპიროზე სივრცის გაფართოება ხარკოვის მიმართულებით. ამიტომ კუპიანსკის დაკარგვა შეიძლება ეს არ იყოს სტრატეგიული დანაკარგი, მაგრამ ტაქტიკური დარტყმა რუსებისთვის ნამდვილად არის. ეხლა შემდეგ ამ დანარჩენ ფრონტზე ვითარება არის საპირისპირო. დანარჩენ ფრონტზე რუსები უტევენ რამდენიმე მიმართულებით და 2022 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ფაქტიურად რუსებს არ ქონიათ პერიოდი, როცა ისინი რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ერთდროულად უტევენ წარმატებით. აი ჩვენ დიდი ხანი ვლაპარაკობდით პოკროვსკზე და აი ხედავთ პოკროვსკი აიღეს რუსებმა მთლიანად. პოკროვსკის ჩრდილო აღმოსავლეთით არის ეს ქალაქი მირნოგრადი, ესეც საკმაოდ მოზრდილი ქალაქია და აი ეს ქალაქიც ალყაშია, ფაქტიურად მისი უდიდესი ნაწილი გაწმენდილი აქვს და სადღაც ცენტრში არის რაღაც მცირე კერა, სადაც ჯერ კიდევ არიან უკრაინელი სამხედროები და ამ ეს ტერიტორიაც განწირულია დაკავებისთვის. ანუ პოკროვსკი 1 თვის განმავლობაში აიღეს პოკროვსკი, მირნოგრადი, კიდე ერთი ქალაქი, რომელიც ფაქტიურად აიღეს არის სევერსკი. სად არის აი სევერსკი? აი ეგ არის. აი მარჯვნივ. აი სევერსკი. ქალაქი სევერსკი, რომელსაც ფაქტიურად 2022 წლიდან მოყოლებული სევერსკის მან არ დაძრულა, ვერ დაძრეს რუსების ფრონტი, აი აქ იყო სადღაც ფრონტი
და ამ ფრონტს ვერ ძრავდნენ წინ, საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული ეს ტერიტორია და როგორც ჩანს საკმაოდ ეფექტური ხელმძღვანელობა ყავდა ფრონტის ამ ნაწილს და მოულოდნელად საკმაოდ აჩქარდა ახლა პროცესები ფრონტზე, სულ რაღაცა 2 კვირის განმავლობაში თუ 3 კვირის განმავლობაში ჯერ ძალიან მიუახლოვდნენ, მიახლოვებული კი იყვნენ ბევრად მეტად, მაგრამ ფაქტობრივად შესვლა დაიწყეს სევერსკში, მერე აიღეს სულ რაღაცა 1 კვირაში ჩამოიშალა ფაქტობრივად სევერსკის ფრონტი და მერე ხედავთ აგერ გაცელილები არიან სევერსკის მნიშვნელობა არის სლავენსკ კრამატორსკის შემდგომი შეტევისთვის რუსებისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სევერსკი არის ბოლო დიდი ქალაქი სლავენსკ კრამატორსკის ხაზამდე და ამ სევერსკის აღების შემდეგ ისინი ეცდებიან განავითარონ შეტევა ერთი ამ მიმართულებით და მეორე მიმართულება საითაც ისინი აქტიურად ცდილობენ განავითარონ თავისი შეტევა არის ლიმანის მიმართულება, ერთი წამი ეს ლიმანი როარ ამერიოს სადდებარეობს ლიმანს ეძებ? აი სევერსკის აი ლიმანი ხო ლიმანი სევერსკის აღება იწვევს იმას რომ ლიმანს ჩრდილოეთიდან მომდგარები არიან, აღმოსავლეთიდან მომდგარები არიან და სამხრეთიდან სევერსკის აღების შემდეგ ლიმანს სამხრეთიდანაც შეექმნება პრობლემები, ხოლო ლიმანი მერე ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, როგორც თავდაცვისთვის სლავიანსკის კომუნიკაციების, ისე გადასაჭრელად, ისე კომუნიკაციების დასაცავად. და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამალებული განვითარება რუსების წინსვლის ფიქსირდება აი აქ გულიაიპოლეს მიმართულებით, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ეს გულიაიპოლე ქალაქი მისი დიდი ნაწილი უკვე აიღეს რუსებმა და ძალიან განვითარდა ფრონტი ამ მიმართულებით. აი ეს არის ქალაქი უგლედარი. დაახლოებით 1 წლის წინ აიღეს რუს წელიწადი და 2-3 თვის წინ აიღეს ეს ქალაქი, აი აქ გადიოდა ეს ფრონტი. და აქედან ამ მიმართულებით ახლა განავითარეს წინსვლა და ხედავთ რომ საკმაოდ შორს წავიდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და გულიაიპოლეს აღების შემთხვევაში და როგორც ჩანს ეს ქალაქი განწირულია, მათ უჩნდებათ ამ ადგილზე საყრდენი პუნქტი იმისთვის რომ შეტევა შემდეგ განახორციელონ ზაპოროჟიეს აი ამ დარჩენილი ნაწილის ჩასაკეთებლად. ანუ რაც ჩანს ახლა ჯამურად, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს და ვცდილობთ სწრაფად მოყვე და უფრო რაღაცა სიღრმისეულ გაშლას ვერ ვასწრებთ, მაგრამ რაც ჩანს ჯამურად, რამდენიმე მიმართულებაზე რუსებმა მოახერხეს ფრონტის ამოძრავება. ეს ნიშნავს, რომ მათ რეზერვები გაზარდეს და უკრაინელების რეზერვები შემცირებულია. როგორც რუსები აცხადებენ, მათ რამდენიმე თვის წინ პირველად ამ ომის განმავლობაში უკრაინელებს გადაასწრეს FPV დრონების და ჯამურად დრონების გამოყენების რაოდენობაში და დრონები არის ფაქტობრივად მთავარი იარაღად იქცა ამ ომის, ანუ დიდწილად ჩაანაცვლა артиლერია, დიდწილად ეს პირდაპირ კონტაქტური ბრძოლა საერთოდ ჩაანაცვლა. ტექნიკა გახადა ნაკლებ ეფექტური, იმიტომ რომ ტექნიკით შეტევა გახდა უზარმაზარი რისკის შემცველი, ნებისმიერი სიმძიმის და ეფექტურობის ტექნიკის განადგურება შესაძლებელია რამდენიმე დრონის დარტყმით და როცა შენ ტანკებით უტევ, რომელიც ძალიან ძვირი იარაღია, იქ დრონები დაფრინავენ ასობით ცაში, უბრალოდ შეუძლებელია დიდი და სწრაფი შეტევების განხორციელება დრონების დარტყმების ქვეშ. ამიტომ უკრაინელებმა რაც მოახერხეს რეალურად ძალიან ეფექტურად, მათ მთელი თავისი ჯარი გადააწყეს დრონების სისტემაზე, უზარმაზარი რაოდენობით დრონების შესყიდვა, აწყობა, ხაზები აწყეს დრონების საწარმოო და აი მთელი ჩვენ გვახსოვს რამ ხელა ხმაური იყო იგივე მაგალითად ამერიკულ ჯაველინებზე, თქვათ იგივე артиლერიაზე ამერიკელების და ეს ამერიკელების артиლერია, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო მათ შორის რამდენი ლაპარაკი იყო ხოლმე, რამდენ საარტილერიო ჭურვს მიიღებდნენ უკრაინელები ამერიკელებისგან, ხო?
ეხლა რატო იკლო ამ ლაპარაკება, იმიტომ რომ თვითონ артиллерია კი არ მთლიანად კი არ ჩანაცვლდა ეხლა артиллерიის მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანწილად დრონებმა ეს შეგვიძლია ჩავკეთოთ უკვე ჩვენზე გადმოვიტანოთ კამერა. ძალიან მნიშვნელოვანწილად დრონებმა ფაქტიურად ფრონტზე თავარი ეფექტი აიღეს განსაკუთრებით თავდაცვაში. ანუ დრონები ეფექტურია ორივე მხრიდან, მაგრამ განუზომლად უფრო ეფექტურია თავდაცვაში, იმიტომ რომ თავდაცვაში ვიღაც იგი უკრაინელებს რა უპირატესობა აქვს, სანგარში ჩაჯდება დრონის ოპერატორი სადღაც მიწაში ზის და კაცმა არ იცის, ან სად ზის, ან რომც იცოდე, ნუ ძნელია იქამდე დრონი ჩააღწიო. თან დაიხვეწა ძალიან ამ ომის პარალელურად ეს დრონების გამოყენების სამხედრო კი, უბრალოდ მაგ ნაწილში დაიხვეწა ასევე დრონების გამოყენების საპირწონედ დაიხვეწა რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდები და იდეაში როგორ ანეიტრალებდა მოწინააღმდეგეს, რომ ეს რადიოელექტრონული ეფექტით მართვის მექანიზმს, რომელიც რადიოელექტრონული მექანიზმით იმართება, ურღვევდნენ დრონს და დრონი უმართავი ხდებოდა. ეხლა ამის საპირწონედ რუსების ეს იყო რა ქვია, შემოღებული, ადაპტირებული ტექნიკა იყო, რომ მათ ესეთი უწვრილესი ბოჭკოვანი მავთულებით ანუ პირდაპირ კავშირით იმართებოდა. ძალიან მსუბუქი მავთულია, რომელიც ფაქტიურად შეიძლება კილომეტრებზე, კილომეტრ ნახევარზე მიდის ეს არა მეტი კაცო რა კილომეტრი ნახევარი. ხო, ნუ 10 კილომეტრზე 10 კილომეტრზე ატარებდნენ, მერე აკეთებდნენ უფრო დიდ დრონს, რომელიც რა პრობლემა იყო ამ ბოჭკოვანი კაბელით? ეს კაბელი იწონის, დიდი წონა აქვს და დრონს რომ მიაქვს, ეს ხარჯავს ენერგიას და ძალიან გრძელი კაბელი რო გაუკეთო, უბრალოდ გადატანადი აღარ არის. ამიტომ კილომეტრ ნახევარი დაახლოებით იყო მანძილი, რომელთაც თავიდან მუშაობდნენ რუსების მიერ შემოღებული ახალი ტექნიკა, ეს დრონები, მეთოდი და შემდეგ რუსებმა ადაპტირება მოახდინეს, აკეთებენ დიდ მზიდ დრონს, რომელსაც უფრო დიდი კაბელის გადატანა შეუძლია და შორმანძილზე მიფრინავს. ამას მიაქვს უფრო პატარა დრონები, რომლებსაც ყრის მე რაღაცა მანძილის შემდეგ და იქიდან იჭიმება უკვე ამ მცირე დრონების სატარებელი კაბელი და რაღაცა ზდიან ამ მანძილს, ჯამურ მანძილს. იგივე ტექნიკის ადაპტირება ახლა უკრაინელებს მოახერხეს, ნაკლები რაოდენობა ყავთ, მაგრამ აქვთ. ეს არის სურათი ახლა უკრაინელები ცდილობენ დაიჭირონ ფრონტი. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ დრონებზე, მაგრამ როგორც ჩანს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ამერიკამ ჩაუხსნა უკრაინელებს უშუალოდ დახმარება დაფინანსების სახით და მხოლოდ ევროპული დაფინანსების ამ არა დარჩენ, გაუნახებდათ რეალურად დაფინანსების მასშტაბები და ამ ევროპული დაფინანსებით კი ყიდულობენ ამერიკული იარაღს, მაგრამ ჯამური იარაღის რაოდენობა ნაკლებია. ამ პირობებში რუსების უპირატესობა დღითი დღე მზარდი ხდება. პოლაპარაკების მაგიდიდან რა ინფორმაციები გამოდის? თქვენ გახსოვთ, რომ ეს 28 პუნქტიანი გეგმა, ალბათ რაღაც 3 კვირა თუ შეიძლება 1 თვეც გავიდა ეს 28 პუნქტიანი გეგმა, რომ წარმოადგინეს რუსეთის და ამერიკის რაღაცა ერთობლივ გეგმად მოინათლა ეს, რომ აი რაღაც ამერიკული მხარე და რუსული მხარე დასხდე მაგიდასთან და ის ჩამოწერეს 28 პუნქტი, რომელიც რომლებსაც რუსები თანახმა იქნებოდნენ, რომ მოეწერათ შეთანხმება, მერე ეს ამ ორი მხარის მოლაპარაკებების შემდეგ ეს პუნქტები წარუდგინეს უკრაინას, უკრაინა იყო აღშფოთებული ამ პუნქტებზე, ის უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ მართლა იქ იყო მძიმე მოთხოვნები უკრაინისთვის, რომ ჩამოთვალოთ, მძიმე მოთხოვნა იყო დონეცკის დარჩენილი რუსების მიერ ჯერ არ აღებული ტერიტორიის რუსებისთვის გადაცემა უკრაინელების მიერ, აი რომ ვაჩვენთ ერთი წამი, გამოვიტანთ რუკა. აი ეს ნაწილი მუქი ლურჯი ფერით რომ არის შეღებილი, აი ეს ნაწილი არის დონეცკის ოლქის ჯერ არ აღებული რუსების მიერ ტერიტორია და ეს არის, ნუ აი ამ ფრონტის ხაზზე ყველაზე სტრატეგიული ტერიტორია, ყველაზე გამაგრებული, ყველაზე урბანული, ყველაზე დიდი რესურსების შემცველი და
ამ ტერიტორიის გადაცემას, უბრძოლველად გადაცემას ერთ-ერთი პირობად ითხოვნა რუსები, ეს რა თქმა უნდა რთული მოთხოვნაა, ჯერ უბრალოდ ამდენი იომე და დაახლოებით 5,500 კვადრატული მეტრია დარჩენილი ეს ტერიტორია მოიცავს 5,500 კვადრატულ მეტრს და ამ ხელა ტერიტორიის გადაცემა რა თქმა უნდა პრობლემაა. უბრალოდ რუსებს რა უპირატესობა აქვს? რუსებმა ჯამში არა უბრალოდ დონეცკი, არამედ მთელ ფრონტზე, რასაც ეხლა ჩვენ უყურებთ, სადაც უყურებთ ბრძოლებს, მთელ ფრონტზე ჯამში წლის განმავლობაში აიხლა ამ მომენტისთვის აიღეს 6,000 კვადრატულ კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით იმაზე მეტი, იმდენივე, რამდენიც ეხლა რამდენსაც ითხოვენ. თუ ომი გრძელდება, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ერთ წელიწადში ან წელიწადნახევარში აიღონ თუ წარმოვიდგენთ, რომ თქვა ტემპი იგივე დარჩა, არა და შეიძლება ტემპი გაიზარდოს კიდეც, აიღონ ისეც ეს ტერიტორია და შემდეგ წამოაყენონ სხვა ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნა, აი მაგალითად ზაპოროჟიეს დარჩენილი ოლქის. თუ ეს ორივე აიღეს, მერე თქვა ხერსონის და ოლქის დარჩენილი ნაწილის. თან აი ამ დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიის გადაცემის სანაცვლოდ რუსები მზად არიან, ეხლა ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ეს ჟღერდება, რომ უკრაინელებს დაუბრუნონ ხარკოვის ოლქშია ეს ტერიტორია, აი აქ ორი მცირე ანკლავი და აი აქ ხედავთ სუმის ოლქშია ეს მცირე მონაკვეთები. კი ეს ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დონეცკში მოთხოვნილი ტერიტორია, თან უფრო ნაკლებ სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, მაგრამ ეს მაინც რაღაცის სანაცვლოდ გადაცემას გულისხმობს. თუ რუსები აიღებენ დაუშვათ დონეცკს თავისით ერთ წელიწადში, მათ შეიძლება ზაპოროჟიე პირობითად მოითხოვონ შემდეგ ისე, რომ ამ ტერიტორიებს არც გიბრუნებო, ანუ ამის სანაცვლოდ დაბრუნება აღარც იყოს მაგიდაზე, ეს შეგვიძლია ჩავკეცოთ, რამის სანაცვლოდ დაბრუნება აღარც იყოს მაგიდაზე, იმიტომ რომ რუსები სინამდვილეში დიდწილად პროცესებს წელავენ, იმიტომ რომ ხდებიან ახლა ინიციატივა მათ ხელშია, წინსვლა მათ ხელში იქნება და პირობები სულ უფრო უკეთესი იქნება მათ ხელში. მეორე ძიმე პირობა უკრაინელებისთვის არის ჯარის მოცულობის შემცირება, უნდა შეამცირონ ჯარი 600,000-მდე და ნუ ეს ძიმე პირობაა, ცხადია, იმიტომ რომ შენ 600,000-მდე რომ შეამცირებ ჯარს, ეხლა უფრო დიდი ჯარი ყავთ, ოფიციალურად ყავთ რაღაც მილიონის ფარგლებში, მილიონზე მეტ ამბობენ უკრაინელები ჯარის რაოდენობას. მოწინააღმდეგე შეიძლება არ დარჩეს, შეიძლება კი დიდი ალბათობით არ დარჩება იმავე რაოდენობაზე, რაც ეხლა აქვს, ან მოწინააღმდეგე და დიდი ალბათობით გააგრძელებს ჯარის მოცულობის ზრდას, იმისთვის რომ შემდგომი პოტენციური კონფლიქტისთვის მას ფეხზე ეყენოს იმ რაოდენობის ჯარი, რომელიც თქვა 600,000-იან წინააღმდეგობას უფრო ადვილად გადალახავს. კიდე ერთი მძიმე პირობა უკრაინელებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ რუსებს ეტაპობრივად უნდა მოუხსნან სანქციები და რაც ნიშნავს, რომ რუსებისთვის სანქციების მოხსნა ნიშნავს, რომ ეკონომიკა გაძლიერდება და შემდგომ საწარმოო შესაძლებლობები გაიზრდება, მით უმეტეს ომი რო შეწყდა ხარჯებიც ნაკლები ექნებათ და უკრაინელებმა ოფიციალურად და დასავლეთმა ოფიციალურად უარი უნდა თქვა ნატოს. ეს არის მთავარი პირობები, 28 პირობა. მაგრამ ჩემი აზრით ახლა ობიექტურად რო შევაფასოთ, ეს პირობები არის მძიმე, მაგრამ უკრაინისთვის ახლა ჯობია ამ პირობებზე დათანხმდეს, იმიტომ რომ შემდეგ უფრო გაუარესდება მათთვის ვითარება, არსად არ წავა ეგ მოთხოვნები, მხოლოდ პირობებს თუ თვითონ საბრძოლო ველზე, ბრძოლის ველზე თუ გაიუმჯობესებს რუსეთი და დინამიკა ფაქტია მანდ მიდის. უბრალოდ ის მოხდება, რომ მოთხოვნა სულ უფრო მეტი დადგება. აი მაგალითად ეხლანდელი 28 პუნქტიანი გეგმა კიდე უარესია, ვიდრე რა პირობები ჟღერდებოდა დაახლოებით ზაფხულში, რასაც რუსეთი თანხმდებოდა. აი ცოტა გაუარესდა პირობები. და აი მანდ 22 წლის აპრილის სტამბულის შეთანხმება, ანუ განუზომლად საერთოდ. ეხლა სანატრელი აქვს უკრაინას.